თავი 34. გავიდა დინა ლიასასული იქაური ქალიშვილების სანახავად. დაინახა იგი შექემმა იმ ქვეყნის მთავრის ხივიელი ხამურისძემ. წაიყვანა დაწვა მასთან და პატივი ახადა. გული შეუვარდა დინაზე იაკობის ასულზე. შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ცდილობდა მისი გულის დამშვიდებას. უთხრა შექემმა ხამურს თავის მამას. ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი. გაიგო იაკობმა რომ შეურაცხყო შექემმა დინა მისი ასული, მაგრამ ვაჟიშვილები ცხვარში ყავდა და გაჩუმდა იაკობი მათ მოსვლამდე. გამოვიდა ხამური შექემის მამა იაკობთან სალაპარაკოდ. იაკობის ვაჟებიც დაბრუნდნენ მინდვრიდან. როცა გაიგეს ეს ამბავი, შეწუხდნენ, გამწარდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დაემართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. ელაპარაკა მათ ხამური და უთხრა: გული შეუვარდა ჩემს ძეს შექემს თქვენს ასულზე. მიათხოვეთ ცოლად, დაგვიმოყვრდით, მოგვეცით თქვენი ქალები, ხოლო ჩვენი ქალები თქვენ წაიყვანეთ. დარჩით ჩვენთან, თქვენს წინაშია ეს ქვეყანა. იცხოვრეთ და მოიხმარეთ იგი, წილი დაიდეთ მასში. უთხრა შექემმა ქალის მამას და ძმებს: ოღონდ მადლი პოვოთ თქვენს თვალში და რაც გინდათ მთხოვეთ, მოგცემთ. დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი. მოგცემთ რასაც მომთხოვთ. ოღონდ მომეცით ცოლად ეს ყმაწვილი ქალი. მიუგეს იაკობის ვაჟებმა შექემს და მის მამას ხამურს და მზაკრულად ელაპარაკნენ, რადგან შეურაცხყო შექემმა დინა მათი და. უთხრეს: ვერ ვიზამთ ამ საქმეს. წინა დაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან აუგია ეს ჩვენთვის. მხოლოდ მაშინ მოგცემთ დასტურს, თუ ჩვენსავით წინა დაიცვეთს თქვენში ყოველი მამაკაცი. ჩვენს ქალებს მოგათხოვებთ და ჩვენც ვითხოვთ თქვენს ქალებს. თქვენთან ვიცხოვრებთ და ერთ ხალხად ვიქცევით. თუ წინა დაცვეთას არ მოინდომებთ, წავიყვანთ ჩვენს ქალს და წავალთ. მოეწონათ მათი სიტყვა ხამურს და შექემს, ხამურის ძეს. არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან ძალზე უყვარდა იაკობის ასული. იგი ყველაზე პატივდებულიყო მამისეულ სახლში. მივიდნენ ხამური და შექემი მისი ძე ქალაქის კარიბჭესთან და ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ. მშვიდობიანად გვეკიდებიან ეს კაცები. იცხოვრონ ამ მიწაზე და მოიხმარონ იგი. აჰა, ხელგაშლილია ეს ქვეყანა. მოვიყვანოთ მათი ქალები ცოლად და ჩვენც მივათხოვოთ მათ ჩვენი ქალები. მხოლოდ მაშინ მოგცემენ დასტურს ეს კაცები ერთად ცხოვრებაზე და ერთ ხალხად ყოფნაზე, თუ წინა დაიცვეთს ჩვენში ყოველი მამაკაცი, როგორც თავად არიან წინა დაცვეთილნი. განაჩვენი არ იქნება მათი საქონელი, მათი ქონება, მთელი მათი პირუტყვი. ოღონდ დასტური მივცეთ და ჩვენთან იცხოვრებენ. დაუჯერეს ხამურს და შექემს მის ძეს ქალაქის კარიბჭესთან მოსულებმა და წინა დაიცვითა ყოველმა მამაკაცმა ქალაქის კარიბჭესთან მოსულმა. მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ აწუხებდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ვაჟიშვილმა, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, ხელთ იპყრეს מחვილები. გულდანდობილად დაეცნენ ქალაქს და ამოხოცეს ყველა მამრი. מחვილით დახოცეს ხამური და შექემი მისი ძე. გამოიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წამოვიდნენ. მიადგნენ იაკობის ვაჟიშვილები დახოცილებს და გადარცვეს ქალაქი დის შეურაცხყოფის გამო. წამოასხეს მათ ცხვარძროხა და სახედრები და ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად ჰქონდათ, წამოიღეს. მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები და ყველაფერი, რაც სახლში ჰქონდათ, ხელთ იგდეს და ნადავლად წამოიღეს. უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის: რატომ დამღუბეთ? რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ, ქანაანელებს და ფერიზელებს? ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომკლავენ. მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც. უთხრეს: როგორც მეძავს უნდა მოგცეოდნენ ჩვენს დას.